ქართული სამეფო გვარის ბაგრატიონების შთამომავალი 2 წლის უფლისწული გიორგი დღეს სვეტიცხოველში გააქრისტიანეს. ნათლობის წესი თავად უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ შეასრულა. დღევანდელ დღეს მან ისტორიული უწოდა და უფლისწული დალოცა. დღეს არის ბედნიერი დღე და ისტორიული დღე. უფლისწული გიორგი მოინათლა წმინდა ტაძარში, სადაც განსვენებული არიან მისი წინაპრები. აი დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვფიქრობთ იმის შესახებ, თუ ვინ ვიყავით ჩვენ, დღეს ვინ ვართ და ხვალ ვინ ვიქნებით. ასეთი ნათლობა არ ყოფილა 1800 პირველი წლიდან. უფლისწული გიორგი ანა ბაგრატიონ გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ მუხრანელის პირველი შვილია. დღევანდელ დღეზე უფლისწულის ოჯახის წევრებმა ექსკლუზიურად პალიტრა TV-სთან ისაუბრეს. ბედნიერები ვართ და დიდი პატივია რომ მოვნათლეთ პატარა გიორგის სვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც მამაჩემია დაკრძალული. ასევე პატივია რომ ჩვენი პატარა გიორგი ბაგრატიონი მისმა უდიდებულესობამ პატრიარქმა დალოცა. ერთ-ერთი ბედნიერი დღე მთელი ოჯახისთვის. უფლისწულს 4 ნათლია ჰყავს, მათ შორისაა ლევან ვასაცეც. ბიზნესმენი სვეტიცხოველში დღეს მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა. ეს არის ისტორიული დღე, ჩვენი გული სავსე არის სიხარულით, ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა ზეიმობს. ჯერ თავის სახელმწიფოებრიობის აღდგენას, მერე ავტოკეფალიის აღდგენას და ეხლა უკვე მყარი საფუძველი ჩაეყარა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას, როგორც გვაკურთხა მისმა უწმინდესობამ და ჩემთვის უდიდესი პატივია ვიყო აქ დღეს, ვიყო ნათლია ბატონიშვილი გიორგისა. დაგეგმილი ნათლობის გამო სვეტიცხოველში დილიდან ხალხმრავლობა იყო. უფლისწულის ნათლობა საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ. თუ არ გამოჩნდა ბოროტი ძალები, რომელიც ძალიან ბევრია საქართველოში, რა თქმა უნდა, ეს იქნება უმაღლესი ბედნიერება. ჩვენ დაუბრუნდებით, საქართველო დაუბრუნდება იმას, რასაც იერი სამეფო ქვია. ქართული სამეფო გვარის წარმომადგენლების ანა ბაგრატიონ გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ მუხრანელის პირველი შვილი უფლისწული გიორგი 2011 წლის 27 სექტემბერს მადრიდში დაიბადა.